რისის უნიცამს იცით? ფილმებში რომ ყველა მაფიოს ყავს ერთი ესეთი მარჯვენა ხელი და თუ რამე შავი საქმეა ყველაფერს აკეთებიებს, თვითონ რომ ფარველობს და მამასავითად და მერე ამ მარჯვენა ხელს რომ სინდისი შეაწუხებს ან პირიქით რაღაც შეეშლება და ისე ვერ გააკეთებს როგორც იმ უზენაეს ნებავდა და ბოლოს რომ ერთმანეთს დაერევიან, დაჭამენ, დახოცავენ და ზუსტად იმ შვილობილი მარჯვენა ხელის ხელით განუტევებს სულს მისი უმაღლესობა. გონი უკვე ამ ავტორიტეტულ რეჟიმის დასასრულის დასაწყისია, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, ვთქვათ დასრულდა, მერე რა ხდება. ჯერ ერთი პრობლემა რომ არავინ არ ჩანს დედამიწაზე, ვისაც საქართველო ნამდვილად უყვარს და იზრუნებს მართლა მასზე და არა საკუთარ ჯიბეზე. და მეორე თუ ვინმე გამოჩნდა მართლა საღად მოაზროვნე, პატრიოტი, მებრძოლი, რაღაც 1-2 აგური დადო საქართველოს კეთილდღეობის შენების პროცესში, ყველას ან ტვინი გავასხმევინეთ, ან თვითონ მივიყვანეთ თვითკვლელობამდე, ან გავაციმბირეთ და ასე შემდეგ. მარტო ილიას მოვიყვან მაგალითად, ჩვენი დროის პოლიტიკოსებს რო არ შევეხო და მერე რო არ დამაბრალოთ. დედა აგი ნაციონალი ყოფილა. და მგონი ცოტა დრო დარჩა სანამ ეს ასა ეპოქა დამთავრდება. ამიტომ სჯობს რომ გონს მოვეგოთ, ჭკუას მოუხმოთ და დავაფასოთ ის ადამიანები თუ გამოჩნდა როდესმე ჩვენთვისაც, ვინც ნამდვილად იზრუნებს ქვეყნის აღზევებაზე და მე ჯერა და მწამს რომ იბერია მართლა გაბრწყინდება. და ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მთავრობა. ჩვენი გამოღვიძებაა საჭირო. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა გვინდა. როგორი ქვეყანა გვინდა? სამართლიანი, კორუმპირებული, განვითარებული თუ ჩალით დახურული, როგორც გვაქვს უკვე. დავიწყოთ ამაზე ფიქრი და როცა ჩამოყალიბდებით რა გვინდა, ღმერთი ყოველთვის იმას გვაძლევს, რაც გვინდა.